მოკლედ ახლა გავტესტავ აი ამ სილიკონს, ეს არის კოვოს მატლი, 2 გრამიანი რუზი და 10 ნომერი ნემსკოვია. ვნახოთ რა ისახოს. Opa, ეგრევე დაარტყა. Opa, ეს კაი ზომა, აი ეს კაი ზომა. აი. Opa, na. ირა ნახე რა კაი ზომა. Opa, დავიჭირეთ ნახოთ რა არის. ეს პატარა ქორჭილა. კაშაპი. კაშაპი მოვიდა. სილიკონს. ეს კაშაპი გავუშვათ. მოკლედ ირას ვათხოვე ახლა სპინინგი. ხო და 2-3 სიტყვით შემოვიფარგლები სილიკონებთან დაკავშირებით. მაგალითად მაქვს ხოლმე სხვადასხვა ბიუჯეტის სილიკონები და რასაც ვარ დაკურებული, დაბალფასიანი და ცოტა მაღალფასიანთან შედარებით რა ხდება. ერთი არის ცოტა გრუბი სილიკონი, ანუ უფრო უხეში. მეორე არის უფრო რბილი, ხო და რაც უფრო რბილი სილიკონია და ის არის ხელშიც რო აიღებთ, სასიამოვნოა, იმაზე უფრო მიდის საერთოდ დევს. ასე რომ მე გირჩევთ ხოლმე რომ გამოიყენოთ მაქსიმალურად რბილი და კარგი სილიკონები რა. რობია ერთი ვარიანტი, ორი ვარიანტი გქონდეს, ვიდრე 10 ვარიანტი გქონდეს და ბანზის სილიკონი რა უხეში. ანუ უხეში სილიკონებზეც, ირამაც დასვა. უხეში სილიკონზე ის არის რა ქვია. ჩდება, მაგრამ არა, მაგარ ჯანზე არიან, თან დინარის აროა, მაგარ ხოთზე არიან. ხო და გირჩევთ რომ კაი სილიკონი აიღოთ ხოლმე, ერთი და ორი ვარიანტი გქონდეთ, ვიდრე 10 და 20 და არაფერი არ ქნას.